ასაგებია რომ ევროინტეგრაციასთან მიმართებაში ჩვენ საგრძნობლად დავიხიეთ უკან ამ 1 წლის განმავლობაში თავად ქართულ ოცნებას შემოbrunდების წერტილიც გავლილი აქვს ამ თვალსაზრისით მაგრამ როგორც პოლიტიკოსი როგორც ევროპულ ინსტიტუტებთან ურთიერთობის მუდმივი ურთიერთობაში მყოფი ადამიანი როგორ ფიქრობთ რა დრო გვაქვს კიდევ დარჩენილი იმისთვის რომ ქვეყანამ მოახერხოს შემოტრიალება ევროკავშირის გაფართოების ამ ტალღაში მოსახვედრად და რა როლი აქვს დღევანდელ დღეს და ამ დემონსტრაციას ამ პოლიტიკურ პროცესში. მოგესალმებით გიორგი, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. რა თქმა უნდა, ამ დღევანდელ აქციას და თითოეულ დღეს და თითოეულ ადამიანს რომელიც რუსთაველის გამზირზე გამოდის ყოველდღიურად ბოლო 1 წლის მანძილზე მათი დამსახურებით საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი რომ დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის პროცესს. ეს არის სწორედ ამ ადამიანების ძალისხმევით მათი ბრძოლის, მათი შეუპოვრობის, მათი გაუტეხელობის ძალისხმევით იმ ადამიანების, ვინც საკუთარი თავისუფლების ფასად იბრძვის ევროპული ღირებულებებისთვის, ევროპული დროშისთვის და ევროპული მომავლისთვის, ვისაც დღევანდელი დღის ყურება საკნებიდან მოუწია. ამ ადამიანების დამსახურებით აქვს ჯერ კიდევ ჩვენს ქვეყანას შანსი რომ დაბრუნდეს ევროინტეგრაციის პროცესში და საბოლოო ჯამში გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი, ევროკავშირის ნაწილი, რომელიც არის მშვიდობის იდეაზე აგებული, რომელიც როგორც მე მახსოვს კანცლერმა მერცმა მათ შორის მოლდოვაში გამოსვლაზე თქვა და მოკიდებლობის დღესაც ჩვენც ვიყავით მიწვეული და შემდგომ პრეზიდენტ სანდუსაც შევხვდით, რომელმაც თავის ყველაზე მნიშვნელოვანი მისია, როგორც მშვიდობის კავშირი, სამშვიდობო კავშირი, ამ მისიას მან მიაღწია, იმიტომ რომ ევროკავშირის შექმნის დღიდან ევროკავშირის არც ერთ წევრ ქვეყანაში არ ყოფილა ომი. ომი არის მხოლოდ იქ, სადაც არის რუსეთი, იქ არის ომი, იქ არის დაპირისპირება, იქ არის ქაოსი, იქ არის უბედურება, იქ არის გაჭირვება და ამის შემოტანა უნდა ივანიშვილს საქართველოში. ეს უნდა რომ თავს მოახვიოს საქართველოს მოქალაქეებს, მაგრამ 10,000-ობით და 100,000-ობით საქართველოს მოქალაქე ამბობს კი ევროპას, არა რუსულ რეჟიმს და იბრძვის მათ შორის საკუთარი თავისუფლების ფასად ამ ევროპული მომავლისთვის. ახლა თქვენ დღესაც ნახეთ ძალიან მძიმე გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის, სადაც პოლონეთმა განაცხადა, რომ გარკვეული შეზღუდვები დაწესდება იმ შრომით ნებართვებზე, სავიზო უფლებებზე, რაც რითიც საქართველოს მოქალაქეები ამ დრომდე სარგებლობენ, რაც ძალიან რთული მოცემულობაა საქართველოს უამრავი მოქალაქისთვის, რომელსაც აქ ქვეყნის დატოვება მოუწია უკიდურესი სიდუხჭირის გამო და იძულებით ემიგრაციაში იმყოფება, მათ საარჩევნო უფლებას ართმევს რეჟიმი. მათ ახლა უკვე იმის უფლებას ართმევს, რომ ევროპის წევრ ქვეყნებში, ახლა პოლონეთში, მაგრამ შესაძლოა ამ გადაწყვეტილებას სხვა წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილებებიც მოყვეს, მათ ლეგალურად იმუშაონ, ანუ იქაც სამუშაო ადგილს ართმევს, აქ ბუნებრივია სამუშაო ადგილები არ არის თუ არ ხარ კლანის წევრი და კორუმპირებული და რუსეთს არ შეეკრები და კოლაბორაციონისტი კრიმინალი თუ არ ხარ, ანუ ყველანაირ შესაძლებლობას ნორმალური მშვიდი ცხოვრების ართმევს ეს რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს. ზუსტად ამ ამბავთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილმა თქვა დღეს ასეთი რამს აპასუხოთ, რომ ჩვენც მკაცრ ზომებს მივიღებთ, რომ პოლონელ შრომით მიგრანტებთან მიმართებაშიო. ხანდახან მგონია რომ ისინი უბრალოდ ხუმრობენ ხოლმე, მაგრამ სამწუხაროდ შინაარსით სახუმარო არ არის განსაკუთრებით პოლონეთში წასული ქართველი მშრომელებისათვის შეიძლება ასე ითქვას. ბოროტ ჯამბაზად მოიხსენიე მე ეს კონკრეტული ადამიანი, ვისაც ახლა თქვენ ციტირებთ რამდენიმეჯერ, იმიტომ რომ აი მართლა რაღაცა შავი იუმორის სფეროს უფრო გავს ის ყველაფერი, რასაც ის ხანდახან ამბობს ხოლმე, ხო? იმდენად აბსურდია, მაგრამ კომიკური ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ ამას ძალიან მძიმე შედეგები აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს უამრავი მოქალაქე ვიცით ჩვენ რომ არის პოლონეთში ელემენტარული პურის ფულის საშოვნელად უამრავი ქალი განსაკუთრებით
იძულებით ემიგრაციაში მყოფთა 70% ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. 70% ქალია. მათგან ბევრი დედაა, ბევრი მცირეწლოვანი ბავშვის დედაა, რომელსაც უწევს პატარა ბავშვის დატოვება აქ ბებიასთან, ბაბუასთან, მშობლებთან, ოჯახის წევრებთან და გადახვეწა საზღვარგარეთ იმისთვის, რომ საჭმლის საკვების ელემენტარულად და სწავლის ფული უგზავნოს თავის შვილს, ხო? და აი ამ ძიმე ყოფაში მყოფ საქართველოს 100,000-ობით მოქალაქეს დღეს ეს კორუმპირებული, ცინიკოსი, კრიმინალები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე მილიონებს ასაწყობებენ ქეშის და ოქროზოდების სახით თავიანთ საცხოვრებელ ბინებში და ოფშორულ ანგარიშებზე და გამოდიან და ადამიანებს ასე თვალში ნაცარს აყრიან და დასცინიან. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბოროტება დროებითია, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბოროტება დამარცხდება. დღევანდელი დღეც ამის მაგალითია. ნამდვილად იმედის დღეა, ძალიან დადებითი დღეა, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ რთულია, რომ ბევრი ჩვენი თანამოაზრე, თანამებრძოლე, ბევრი ახალგაზრდა, ზოგი პარტიული, ზოგი სრულიად უპარტიო, რომელსაც არანაირი კავშირი არასოდეს არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ ჰქონია და ეს განსაკუთრებით მძიმეა ჩემთვის პირადად, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი პოლიტიკაში ხარ, გარდა განსაკუთრებით ავტოკრატიულ რეჟიმში, მის მოწინააღმდეგეთ, ხა მე მაგალითად 13 წელია ხო ამ ბრძოლაში ვარ. ყოველთვის გაცნობიერებული გაქვს რაღაც დონეზე რისკები, ხა მე არ ვიტყვი რომ პოლიტიკოსისთვისაც მარტივია ქალისთვის თუ კაცისთვის შვილის სახლში დატოვება და ციხეში წასვლა, რა თქმა უნდა არ არის, მაგრამ პოლიტიკოს ეს რაღაც დონეზე გააზრებული და გაცნობიერებული გაქვს, მაგრამ დღეს რამდენი პოლიტპატიმარია, რომელსაც არასოდეს პოლიტიკურ პარტიასთან საერთოდ არანაირი შეხება არ ქონია, მაგრამ სწორედ მათი შემართება, სწორედ მათი გაუტეხელობა, მათი წერილები, მათი სიტყვები იმ სასამართლოდ წოდებულ უსამართლობის ბუდეთ ქცეულ პროცესებზე, რომლებსაც ისინი გამოთქვამენ. ეს ყველაფერი დღევანდელი დღე თითოეული ადამიანი, მათი ანთებული თვალები არის დასტური იმის, რომ აუცილებლად გავიმარჯვოთ. უბრალოდ გიორგი, აქვე არ შემიძლია ყოველთვის არ დავამატო ის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ამ გამარჯვებისთვის, აი ამ შეუგუებლობასთან და განგრძობად ბრძოლასთან ერთად, რასაც საქართველოს მოქალაქეები აკეთებენ. ნურც ერთი პოლიტიკოსი ნუ იტყვის იმას, ნუ რასოდეს, რომ ხალხი რაიმეს აკლებს ამ ბრძოლას. მაგრამ ჩვენს პოლიტიკოსებს გვმართებს იმის გააზრება, რომ მტერის დამარცხება, რუსეთის დამარცხება, პუტინის და პუტინის ხელდასმული რეჟიმის დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ ერთობით. აი ხა დღესაც მაგალითად ვოლოდიმერ ზელენსკის საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილების მიღება მოუწია, როდესაც ანდრი ერმაკი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, აქვე დავაანონსებ გადაცემის ბოლოს უფრო მეტ დეტალს მოლაპარაკებებზე. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ნახეთ მე ჩვენს კონტექსტში მინდა რომ აღვიქვა, მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე დღის წინაც კი ამერიკელებთან მოლაპარაკებაზე მარკო რუბიოსთან პრეზიდენტმა ზელენსკიმ სწორედ მისი ნდობით აღჭურვილი ანდრი ერმაკი გაუშვა, რადგან ის ყოველთვის იყო ზელენსკისთვის საკრანძო ფიგურა ამ მოლაპარაკებებში, ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, დღეს მაინც მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მან ჩათვალა, რომ აუცილებელი იყო მათ შორის საზოგადოების კონსოლიდაციისთვის, მათ შორის იმისთვის, რომ მან ის მაღალი ლეგიტიმაციის ხარისხი, რომელიც აუცილებელია განსაკუთრებით ომში მყოფი პრეზიდენტისთვის შეინარჩუნოს, ხო? მძიმე, მაგრამ საჭირო და აუცილებელი გადაწყვეტილება და ჩვენ რატომ არ შეგვიძლია რომ გვერდზე გადავდოთ რაღაც პერსონალური განსხვავებები და გავერთიანდეთ აუცილებლობისთვის, გარდაუვალი გამარჯვებისთვის, რატომ არ გვესმის რომ რუსეთს უკრაინა დანაწევრებული, დაპირისპირებული და ქიშპობაში მყოფი პოლიტიკური კლასით ვერ გაამარცხებს. იგივეა საქართველოშიც, თუ იგივე მტერი ყავს, იგივე მოწინააღმდეგე ყავს, ისევ პუტინი გვებძვის ივანიშვილის ხელით, როგორ შეიძლება ურთიერთ დაპირისპირებულმა, დაჩეხილმა, დაქსაქსულმა ერთმანეთის ლანძღვის მოდულში მყოფმა ოპოზიციამ დაამარცხოს ესეთი ვერაგი მტერი ვლადიმერ პუტინის
სტრატეგიული მიზნების შემსრულებელი ბიძინა ივანიშვილი. ის რომ ემთხვევა ამას ხო მარტო მე არ ვამბობ. ამას ის ადამიანები არ ამბობენ ვინც აქ არიან, ამას არც პოლიტიკოსები ამბობენ და არც დამოუკიდებელი ჟურნალისტები. ამას მათ შორის და ჩვენ ეს ხშირად გვავიწყდება ხოლმე. ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების თავისუფალი სამყაროს ლიდერის სუპერ სახელმწიფოს სახაზინო დეპარტამენტი, რომელმაც ოფიციალურ დოკუმენტში სასანქციო დოკუმენტში რის საფუძველზეც ივანიშვილმა ვერ მიიღო მისი კუთვნილი 461 მილიონი დოლარი და რის გამოც არის გაცეცხლებული და მე საერთოდ მიმაჩნია რომ მისი ეს ბოლოდროინდელი რაღაც მართლა პარანოია და სრულად ალოგიკური მოქმედებები ამას უკავშირდება რომ გავეშებულია ამ 461 მილიონის და ახლა უკვე 607 მილიონის გამო რომელიც შემდგომ ბერმუდა სასამართლოს მის მიერ იქნა მინიჭებული მაგრამ ვერ იღებს ამ სასანქციო რეჟიმის გამო ხო მაგრამ იმ დოკუმენტში სახაზინო დეპარტამენტის ამერიკის შეერთებულ შტატებში რაზეა საუბარი რომ ივანიშვილი ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ამას აკეთებს რუსეთის ინტერესში რომ ის არის რუსეთის გავლენის აგენტი საქართველოში და ამას თუ ამბობს ამერიკა ამას თუ ამბობს თავისუფალი სამყარო ეს თუ გვესმის ჩვენ რომ ვერ ბრძვის რუსეთს ივანიშვილის სახით როგორ შეიძლება რუსეთის დამარცხება დაქსაქსული, დაპირისპირებული, ერთმანეთის ლანძღვით დაკავებული სხვადასხვა, არ ვიცი, პარტიული დღის წესრიგით შეპყრობილი ოპოზიციით. ეს ხო შეუძლებელია. ეს რო შეუძლებელია, მას ყველანი მხედავთ თინა, მაგრამ ლოგიკური კითხვა ჩდება, ხო, ამ შემთხვევაში, რადგან თქვენ თავად ერთ-ერთი ასე ვთქვათ, წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ბრძანდებით და ფაქტი არის ის, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომლებიც არიან ველზე, რომელთა უმრავლესობის ლიდერი ციხეშია, მათ შორის თქვენი დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი ამ ხრივ ყველაზე დიდი სტაჟის გონია, ასე ვთქვათ, საპატიმროში ივანიშვილის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვხედავთ რა იმას, რომ პარტიებს შორის შეთანხმება თითქმის მიუღწეველი არის, ყოველ შემთხვევაში დღეს ასეთი სურათია. როგორ ხედავთ პერსპექტივას, რომ გადაილახოს ეს დაბრკოლებები? გააქვთ წარმოდგენა რაიმე ტიპის ალტერნატიულ არაპარტიულ, არამედ ზეპარტიულ ფორმატზე, ახალ ფორმატზე, სადაც აი წარსული წყენები იქნება ეს თუ დღემდე მოტანილი პრობლემები დროებით ჩაქრება, გადავა უკანა პლანზე და რაღაც ახალი უფრო ფართო მასშტაბის პოლიტიკურ პროცესს მიეცემა შანსი არა მარტო პარტიების მონაწილეობით. კი, რა თქმა უნდა, მე ამას ყოველთვის ვამბობ ხოლმე გიორგი და თქვენც ჩემი აზრით ამაზე საუბრობთ, რომ დღეს სახალხო საზოგადოებრივი პროტესტი იმდენად დიდ როლს თამაშობს და სინამდვილეში მთავარი პოლიტიკა კეთდება აქ, რუსთაველზე, იმ ადამიანების მიერ, რომლებიც არ დაიღალნენ, არ გატყდნენ მათ შორის პოლიტპატიმრები, მათი ოჯახის წევრები, ისინი ქმნიან სინამდვილეში მთავარ პოლიტიკურ და ერთადერთ პოლიტიკურ რეალურ პროცესს, მე ვიტყოდი. ამიტომ, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტიების ჯერ კიდევ გაუქმებლების, თუმცა ხვალდაზეც შესაძლოა ფორმალურად გაუქმებული პარტიების მთავარი ამოცანაც და ვალდებულებაც, მე ვიტყოდი, იქნება ის, რომ ჩვენ შემაკავშირებელი როლი ვითამაშოთ, როგორც პოლიტიკურ პროცესებში გარკვეული გამოცდილების მქონე აქტორებმა, შემაკავშირებელი როლი ვითამაშოთ საზოგადოებრივად აქტიურ ადამიანებს შორის და ეს უზარმაზარი ბრაზი იმედგაცრუება, რაც არსებობს საზოგადოებაში, ამის კონვერტირება მოვახდინოთ პოლიტიკურ პროცესში. ეს არის გამარჯვების ფორმულა, ეს არის გასაღები. ამით შეგვიძლია დავძლიოთ ეს უბედურება, რასაც რუსული კოშმარი ქვია და რასაც რუსულ კოშმარად აფასებს უკვე მთელი ცივილიზებული სამყარო. ევროკომისიით დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესით დამთავრებული. ხო? ამიტომ რა თქმა უნდა ხა თქვენ აღნიშნეთ ჩემი როლი როგორც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, მაგრამ ამ თვალსაზრისით მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად ბევრს უყარს ხოლმე ყველაფრის ყოველთვის ნაციონალურ მოძრაობაზე გადაბრალება პოზიციიდან თუ ოპოზიციიდან. ამ შემთხვევაში მე ნამდვილად ამ თემაზე ყოველ შემთხვევაში კრიტიკას და შენიშვნას ვერ მივიღებ იმ თვალსაზრისით, რომ ჯერ კიდევ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ჩვენ საუბრობდით აუცილებლობაზე გაერთიანების და მე ვწუხარ ხა ძალიან მინძინს ამას რომ ვიხსენებ ხოლმე, იმიტომ რომ ეხლა ჩემი
მეგობრები პრაქტიკულად ყველანი უკვე ციხეში არიან, ხო, მაგრამ ხოდაზე შეიძლება მეც იქ აღმოჩნდე და ამიტომ ვაძლევ ჩემს თავს ამის უფლებას, რომ ეს თქვა, რომ არჩევნებამდეც კი ვამბობდი ხოლმე, რომ ახლა კოალიციურ ან ავირჩევთ ერთმანეთს კოალიციურ პარტნიორებად, ან შემდგომ თანამესაკნეებად მოგვიწევს ერთმანეთის არჩევა და ეხლა სამწუხაროდ ასეა, ხო? რამდენიმე საკნის და ოთახის გამოტოვებით სხედან, მაგალითად მიხეილ სააკაშვილი და ნიკა მელია და სხვები და სხვები და სხვები. და ეს მოცემულობა რაღაც დროს სამწუხარო ის არის, რომ პოლემიკასაც აგრძელებენ თინა. დაუდგეს. თუმცა ეს პოლემიკა ჩაცხრა თავისთავად კარგია, მაგრამ გიორგი მე დავინახე, მე დავასრულოთ მაინც უფრო ოპტიმისტური განწყობა. ჩვენც დავინახეთ და ვაფასებთ ორივე საპოზიციას ნამდვილად არ გვინდა ცეცხლზე ნავთვის და დასმამით უმეტეს პარტნიორობაში მყოფი ადამიანების პოზიციები ყოველთვის ფრთხილად მოსაკიდებელი და საყურადღებოა. ორივე ძალიან კარგად ვიცნობ გიორგი, ხო, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც, ნიკა მელიასაც, მასთანაც ძალიან ახლოს მუშაობდი, როდესაც ის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე იყო და მე სიმართლე გითხრათ, აი ძალიან გულწრფელად შემიძლია გაგიზიაროთ ეს, რომ მე ორივეს მხრიდან თავშეკავება დავინახე. კი, იყო იქ რაღაც შეფასებები, რომლისგანაც მე პირადად ნამდვილად თავშევიკავებდი. და ისიც მესმის, რომ პირველი ასეთი განცხადება სწორედ ჩვენი პარტიის ლიდერმა და იმ ადამიანმა გააკეთა, რომელსაც ჩემი აზრით ყველაზე მეტი აქვს გაკეთებული ჩემი ქვეყნისთვის მის თანამედროვე ისტორიაში. მაგრამ მე ორივეს მხრიდან ასევე ძალიან სერიოზული თავშეკავება და მაინც გაერთიანების სულისკვეთება დავინახე. ფაქტია, რომ ამის მოთხოვნილება არსებობს და რაც თავარი არსებობს საერთო სახალხო განწყობა, რომელიც დღეს გამოჩნდა კიდევ ერთხელ, რაც არის მნიშვნელოვანი. დანარჩენი არის უკვე პოლიტიკის საქმე, ამ ხრივ გვაქვს სერიოზული ჩავარდნები ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო და ჩვენ ველით გარეთ ყოფი პოლიტიკოსების მხრიდანაც, პარტნიორობაში მყოფი პოლიტიკოსების მხრიდანაც ახალ იდეებს, ახალ შეთავაზებებს საზოგადოებისთვის. მადლობა თინა, თუ რამეს დავუმატებთ და დაგემშვიდობებით. კი, აუცილებლად. კი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის შიგნით. მე ვიტყოდი, რომ ჩვენი მთავარი მისია არის პროტესტის შენარჩუნების, პროტესტის იმპულსის შესანარჩუნებლად, არა მხოლოდ შესანარჩუნებლად, არამედ გასაზრდელადაც, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის, როდესაც საზოგადოება ერთიანობას დაინახავს, ერთიან ძალისხმევას, ერთიან ბრძოლას, წარსულის დავიწყებას და მომავალზე ორიენტირებას, ეს იქნება მთავარი მამოძრავებელი ძალა პროტესტის არა მხოლოდ შენარჩუნებისთვის, არამედ გაძლიერებისთვის, რაც აუცილებელია ქვეყნის შიგნით და ასევე, რა თქმა უნდა, ქვეყნის გარეთ. ყოველთვის ვამბობდი და დღესაც მჯერა, რომ ეს უნდა იყოს ორმაგი წნეხი საერთაშორისო ასპარეზზე, სადაც უნდა გავაგრძელოთ ძალიან მწყობრი, დაუღალავი და ყოველდღიური მუშაობა. ბრიტანული სანქციები იქნება, ეს ევროპული გადაწყვეტილებები თუ ამერიკის ადმინისტრაციის შემდგომი ნაბიჯები და ვიცით, რომ ამას დიდი გავლენა აქვს და ძალიანაც ტკივა ივანიშვილს, იმიტომ იწევს ხოლმე თუნდაც ევროპის სახალხო პარტიის და თანამოაზრეთა ჯგუფის რეზოლუცია ეუთო საპარლამენტო ასამბლეაში ისეთ პროპაგანდისტულ ისტერიას, როგორიც გამოიწვია ცოტა ხნის წინ, როდესაც სტამბოლში იქნა ასეთი რეზოლუცია მიღებული, იმიტომ მათ შორის რომ ასეთი დოკუმენტები შემდგომ სასამართლომ გამოიყენა და მტკიცებულების ძალა მიანიჭა გულისხმობ ბერმუდა სასამართლომ, რის გამოც ივანიშვილმა $1 მილიარდი ვერ აიღო, ამიტომ დიახ, ეს ტკივა რეჟიმს, ამაზე უნდა ვიმუშაოთ, ეს უნდა გავაძლიეროთ, უნდა გავაფართოვოთ, უნდა რაღაცნაირად მაქსიმალურად გამოვაღვიძოთ დასავლეთი, გამოვახედოთ ჩვენსკენ და იმოქმედოს დასავლეთმა, მაგრამ ამისთვის აუცილებელია ასევე ოპოზიციური ერთიანობა. იცოდეს დასავლეთმა ვის ართმევს ხელს, ვინ იღებს პასუხისმგებლობას, ვინ არის გადაწყვეტილების მიმღები პირი, ვინ არის რეჟიმის ალტერნატივა და რაც მთავარია, ამგვარი ერთიანობა და ამგვარი ცხადი ალტერნატივის წარმოჩენა აუცილებელია ამ პროტესტის არა მხოლოდ შესანარჩუნებლად, არამედ მისთვის ახალი იმპულსის მისაცემად, მისანიჭებლად, იმისთვის რომ საბოლოოდ გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში, რომლის გამარჯვების მე მწამს, რომლის გამარჯვების მე მჯერა და დიახ, ბოლოს აუცილებლად ჩვენ მოვიგებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ ეს გავაკეთოთ მაქსიმალურად ჩემჭიდროებულ ვადაში, იმისთვის რომ რაც თქვენ აღნიშნეთ,
ეს შესაძლებლობა, ეს გეოპოლიტიკური შესაძლებლობის ფანჯარა საქართველოს, როგორც ეს ერთდროს იყო ბალტიის ქვეყნებისთვის, ეს გეოპოლიტიკური შესაძლებლობის ფანჯარა საქართველოს არ გაუშვას ხელიდან. ეს არ ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ნამდვილად შეგვიძლია, მადლობა, რომ თინა. ძალიან სწრაფი სულით, ასე ვთქვათ, შევიდეთ ევროკავშირში და გავხდეთ ამ პოლიტიკური ოჯახის ნაწილი. მადლობა.